გლდანის რაიონში ილორის ქუჩაზე მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრ დიოსკურიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ექიმის ზაურ ხუბუტიას სახელი მიენიჭა. მემორიალური დაფის გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოში საგანგებოდ ამხისთვის ჩამოსული ზაურ ხუბუტიას მეუღლე და შვილები. ზაურ ხუბუტიას ყველა ახლობელმა და მეგობარმა იცის თუ როგორი ადამიანი იყო ის. დაიღუპა, რადგან ძალიან უყვარდა სამშობლო, თავისი ხალხი. არასოდეს დაუზოგავს თავი და მიუხედავად იმისა, რომ პატარა შვილები ჰყავდა, ბოლომდე დარჩა ბრძოლის ველზე და პირნათლად მოიხადა ექიმის ვალი. ერთნაირად ეხმარებოდა როგორც ქართველ, ისე აფხაზ დაჭრილ მეომრებს, მაგრამ სამწუხაროდ საკუთარი სიცოცხლე ვერ გადაარჩინა. ზაურის სახელი დავიწყებას არ მისცემია და ის ფაქტი, რომ პოლიკლინიკას მისი სახელი ეწოდა, დიდი პატივია. ეს იმას ნიშნავს, რომ მის სახელს კიდევ დიდხანს არ დაივიწყებენ. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ზაურ ხუბუტიას მეგობრები, კოლეგები და თანამებრძოლები. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აი ამ წყინვალე პიროვნების სახელობის გახდა ჩვენი პოლიკლინიკა და რომ აი ყველა პოლიკლინიკებიდან ჩვენ ამოგვარჩიეს. ეს იყო ძალიან საპატიო პიროვნება, რომელმაც თავი გასწირა სამშობლოს. ზაურ ხუბუტია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-მე მექანიზებული ბრიგადის მესამე ბატალიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი კაპიტანი იყო. მან თავისი პროფესიონალიზმითა და თავდადებით უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. ზაურ ხუბუტია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.